გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გოჩა დვალიშვილი. ისევ საცდელი პარტიის ჩაწერას ონლაინ გოზე თამაშობ, თან ვიწერ. ამის მიზანი არის დავდო შემდეგ YouTube-ზე და დაინტერესებულმა პირებმა ნახონ და ისწავლონ თამაშის პრინციპები. პარტიის ველობისას მე შევეცდები რამდენადაც შევძლებ, რამდენადაც კომპეტენტურად შევძლებ, ახსნა თუ რაში მდგომარეობს მიზნები და ჩემი ცვლების და მეტოქის ცვლების მიზნები. ვითამაშებ პირველად 5 წუთიან პარტიებს, 5 ბიომით არის. თამაში დაბალი დონიდან. მე პირადად თამაშობ დაახლოებით 15 კიუს დონეზე. თამაშობ ამჟამად ჩემი შვილის აკაუნტით. თამაშობ თეთრი ფერებით და ველოდებით მეტოქის სვლას. მეტოქი აკეთებს სვლა F4. დავიკავოთ ჩვენ ცენტრალური პუნქტი, რომელსაც ქვია ტენგენი. საერთოდ თეთრებს აქვთ კომი, 6.5 ქულა. ამიტომ თეთრებს დაფის გაყოფა თანაბრად აწყობს. მე მაწყობს ამ შემთხვევაში, რომ 6.5 ქულა კომი ქვია ამას. კომპენსაცია იმის სანაცვლოდ, რომ პირველი სვლა აქვს შავებს. ხედავთ, შავები იკავებენ დაფის ქვედა ნაწილს, ხოლო დაფის ზედა ნაწილს დაკავებას ვცდილობ მე. თამაშობ თეთრებით შეგახსენებთ. მე მარტივად ვითამაშებ, რომ დავინახოთ თამაშის მიზნები. ეხლა საკითხი დგას შემდეგში. H5-ზე ითამაშა შავმა, მე თუ ვითამაშებ H6 და თლიანი ზედა ნაწილი თქვა იქნება ჩემი, მეყოფა თუ არა პროფესიონალი მოთამაშეებისთვის ეს ადვილია ამის დათვლა, უკვე შედეგი რო იცოდეთ. მაგალითად პირველი ხაზი, მეორე ხაზი, მესამე ხაზი 9 ქულა. ეს არის 3x9 27 ქულა. მექნება და კიდე მეოთხე ხაზის ნაწილი. ნახოთ. გადაუკეტოთ, არ გაუშვათ ზემოთ. მე ვფიქრობ, ეს 27, 3x9 27 ქულა და კიდევ რაღაც ნაწილი წესით მე უნდა მეყოს მოგებისათვის. შევიჭრათ ცოტათი მეტოქის გეგმებში, ქვედა ნაწილში. თუ გაგვიშვებს, შემდეგ ვითამაშებ მეოთხე ხაზზე, B4-ს. თუ გადაკეტავს B4-ს, მეც გადავკეტავ. ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის პარტიებს ძალიან მშვიდობიანად მიდის. არც ერთი ეხლა მე მემუქრება B6-ის სვლა, B6-ზე თუ ითამაშეს შავებმა, B5 ქვა იქნება მეორე ხაზის ჩაჭერას. დავარქვით ამას, მეორე ხაზზე ჩაგვიჭერენ ამას ძალიან მარტივი და ხშირად გამოყენებადი და ხერხია, რომელიც დამწყებებს ხშირად ეშლებათ. ნახოთ რას ითამაშებს შავი. შეიძლება მე დავაყენო დასვაში, ასე ვთქვათ,
დიდ არეში სადაც შავების არცეთი ქვა არ დევს, სადაც განვალაგო ერთი ქვა და სხვაში, ესე ვთქვათ, რომ შეჭრა არ მოხდეს, ან შეჭრა არ გახდეს სახიფათო, ის შემოიჭრა ეხლა, მაგრამ მე მგონი ცოტა უაზროდ შემოიჭრა, იმიტომ რომ ამ ქვებს მე აქ აქედან რომ მოვიდე F6 დაგვიდით F6 ამ ორ ქვას აქვს ერთი დამე E7 უჯრაზე ერთადერთი გასაქცევი E7 უჯრაზე აქვს ერთადერთი გასაქცევი თუ E7-ს ითამაშებს მე E8-ს ვითამაშებ და ისევ ერთადერთი და ეგრეთ წოდებული კიბის აი ეს უკვე ხომ ჩემია ამან გაათავისუფლა ეს ქვა რომელიც ეგონათ როგორც ჩანს რომ მომიკლავდა C6 ეგონა რომ მომიკლავდა მოაქცია ატარიში ეხლა ეს ჩემი ორი ქვა საფრთხეშია ჯობია გადავაჩინოთ ეს ორი ქვა და აქეთ მაშინ ამასაც მომიკლავს როგორც ჩანს შეცდომა ხომ არ დავუშვი მოდი ვითამაშოთ B7 ატარიში მოაქციეთ ორივე ქვა, მაგრამ მე მომიკლავს ახლა C6 ქვას. C6 ქვა მოვდა. A6 და C8, აი ეს ორი ვარიანტი მაქვს. რომელიც შევარჩიეთ. და დაიცვას C7 ქვა, რომელიც სამი მხრიდან, აი C7 ქვა სამი მხრიდან დამები მოკეტილი აქვს, მოჭრილი აქვს. არის სასწრაფო ბერვას მოკეტვა, თორე თუ ბერვას ითამაშებდა შავი, მაშინ მე B7 ქვა განცილული იქნებოდა ჩემ. ახლა ეხლა მე აქ შეცდომა დავუშვი, როგორც ხედავთ, ეს ორი ქვა, A5, B5 ქვები, ჩემი მოდი შევიჭრათ, ცოტა შევაწუხოთ მოწინააღმდეგე, ნახოთ რას ითამაშებს, მოკლავს ამ ორ ქვას თუ აქ დაცვაში გაძლიერდება. დაიცვა. მოდი შევქმნათ ატარი F4 ქვაზე. კიდევ ატარი. აი, ეს ორი ქვა E4. მოდი მე დავთმე F ნახოთ შეიძლება უკვე დათვლათ 9 კულა პირველი ხაზის შავებს
მეორე ხაზის 8 ქულა, 9 17 ქულა, 18 Bioemi. 23 10, 9, 8. გასვაში მე უკვე ბიომები მეთვებოდა, თუმცა 5-ჯერ 30 წამი ეკნებოდა თითო სვლაზე. ბიომი ამას ნიშნავს ჩავკეტოთ ახაც ალბათ შეამჩნიეთ, სადაც დაუშვი შეცდომა. ეს ორი ქვა განმაცალკევე მომიწყვეტა მოწინააღმდეგე ძირითად ჯგუფზე, გასცდა კავშირი და ჩემი გაყოფილი დაფაზე, ასე ვთქვათ. მოდი ცოტა ავანტურული სლავი თამაშოთ, C3 თუ მოწინააღმდეგე გაგვიანებს რეაგირებას. აი ამ სლავზე შეიძლება მთელი ეს შავების ეს ჯგუფი, მაგრამ რა თქმა უნდა სწორად ითამაშა. მოდი კიდევ გავაგზავნოთ ავანტურა. ეხლა B2-დან შემიძლია შევძვე, მაგრამ ჩავიგეთ აერთებს. უნებრივია, ეხლა მეტი აზრი არ აქვს. ჩემი აზრით. მოდი ავაცხადებ. აქ შევა კიდევ ერთი კიდევ წავიწერე. ეხლა აქ უნდა ჩავკეტოთ. ამას ქვია აუცილებელი სვლა, გადაუდებელი სვლა. Pas. Paris, სათვალის გარეშე. ეხლა აქ თუ დაუტოვებ მოსაკლავს, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება რეაგირების გარეშე დატოვება ამ სვლის 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3. რა თქმა უნდა, ეხლა მეტოქე წამოვიდა, ასე ვთქვათ, ავანტურაზე. ავანტურის სვლები, როგორც მე გავაკეთე, შევიჭერი, უაზრობთ, ასე ვთქვათ, მაგრამ მეტოქის შეცდომაზე გათვლით. თუ დაუშვებ და შეცდომას, თუ ვერ დაინახა. ეხლა ხედავთ ესენი მოკვდა 4 ქვა ერთდროულად, ჩემი ეს ორი ქვა დატოვებულია და ეს ორი ქვა დატოვებულია. მე უკვე ვამბობ, Pas. ნახოთ. მე კულებს ხედავ, პატარა რეასოები არის. მე ისე ვიზახი. Pas. ნახოთ. Снимите мертвые камни. შეგვიძლია, თუმცა კომპიუტერი თვითონ დაგვიფრს. აი, მეგობრებო, საკმაოდ ჩემი შეცდომებიდან გამომდინარე, პარტიის დაბოლოება და საერთოდ მონახაზი გამოვიდა ისეთი, რომელიც აი დამწყებისთვის, ქულების დათვლის, ტერიტორიის გაგების თვალსაზრისით, ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესოა. აი აქ
კომპიუტერი აჩვენებს და უკვე აშკარა არის თუ Вы выиграли. გამომიცხადა მოგება 28 ნახევრით 24. არც ისე დიდი უპირატესობით. ხედავთ რა პუნქტები არის, რა ტერიტორია არის და აიღეს შავებმა, რა ტერიტორია აიღეს თეთრებმა. მოდი კიდევ ერთხელ გამოვიზახოთ მოწინააღმდეგე. Партия началась. ნახოთ ისევ მიწევს თამაში თეთრებით, 6 ნახევარი კომი მაქვს. მე ხშირად ვიწყებ ცენტრი ტენგენით. და საერთოდ პოპულარობის მიხედვით, როგორც არის გამოთვლილი, პოპულარობის მიხედვით პირველი არის ეს სწორედ ტენგენი. შემდეგ მე მომდევნო ჩანაწერებში ვიტყვი რომელი სვლები არის ასევე პირველ სვლად პოპულარობის მიხედვით. პირველი სვლები გარდა ტენგენის, ანუ ცენტრალურ თამაშის. მე სტრატეგიას ტოვებ უსვლებს, ანუ დაფის გაყოფა, რადგან დაფის გაყოფა აწყობს დაფის გაყოფა და სიმეტრიული სვლები და სიმეტრიულად ტერიტორიის განაწილება, რაც დამწყებებში საკმაოდ ხშირად ხდება და გართულებების გარეშე და ასე ვთქვათ და რაღაც განსაკუთრებული მანევრების გარეშე თამაშობენ ხშირად დამწყებები. დაფის მარცხენა ნახევარს, აი ეხაზის მარცხენა მხარეს მთლიანად ვემიზნები, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით მხოლოდ ვემიზნები ამ არის შემოსაზღვრას. მოდი ვითამაშოთ ერთი სვლად ჩვენს არეში, დაცვაში, ასე ვთქვათ. ნახოთ მოწინააღმდეგე რას ითამაშებს. წაველოდოთ. აქეთ აღარ შემოუშვებ, ანუ D4-ზე გადაუკეტავ, თორე გააგზავნებდა სვლას და გამიწვიტავდა. თუ D4-ზე წავიდი, თუ აქ შავების მიცემდი საშუალებას თამაშისა, უკვე ჩემი ჯგუფები ერთმანეთს დაშორდებოდა. ახლა აქეთაც აღარ გავუშვებ, მე სწორად E2-ის შემდეგ D2-ს ითამაშებდა და შემოიჭრებოდა, ასე ვთქვათ, ჩემს დამიზნებულ ტერიტორიას. აი დაგეგმილი აქვს თეთრებს, რომ დაფის მარცხენა მხარეს არ შემოუშვან მოწინააღმდეგე და ეს ტერიტორია იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენი საკუთრება. სავარაუდოდ G9-ს ითამაშებს მეტოქეს. G9-ის შემდეგ აუცილებელი სვლა არის E8 ან D8, რომ არ შეძლოს E8-ზე მოწინააღმდეგე გაწყვეტოს, თორემ G9-ის შემდეგ E8 ამორქვას კარგად. აი ეს კონდა ხედველობაში თუ აქ შავები ჩაგდებოდნენ, შავების სხვა თუ არ ჩაგდებოდა, ეს ორი თქვა დაკარგული იყო. მე ვფიქრობ, რომ უკვე აქ რაიმე პრობლემებს ვერ ხედავ. დაფა, ასე ვთქვათ, გაყოფილია შუაზე, ვერტიკალური ეხაზის გასწრით ძირითადად, ცოტა შემოჭრილი ვარ ორივე მეტოქეები, მაგრამ თვალითაც ჩანს, რომ უფრო მეტი, ცოტათი უფრო მეტი მაქვს მე, აქვს თეთრებს. ეხლა თუ შემოიჭრება, იმხელა გავლენა თეთრების ქვების
რომ ეხლა უკვე შემოჭრას აზრი არ აქვს. აი სანამ ქვევით გამაგრდება ტერიტორია, სანამ საზღვრები უფრო მკვეთრი გახდება, აი მანამ უნდა შეიჭრას და გაამწვავოს შავებმა. შავების ვალდებულება რომ გაამწვავონ, იმიტომ რომ ისინი საწყის მომენტში ხომ აგებენ, 6 ნახევარი კომით აგებენ თანაბარი მოწინააღმდეგის შემთხვევაში, ამიტომ შავებმა უნდა გაამწვავონ. ითამაშონ ცოტა აქტიური ორიგინალური სულები. მოდი არ მივცეთ ჩვენს საშუალება. რაიმე შექმნან აქ და რაიმე ჩამოგვაჭრან. აი ეხლა შეიჭრა უკვე გვიანია როგორც გითხარით, რადგან თეთრებს თითქმის თეთრებს ისეთი გავლენა აქვს ასწლაფაზე. თელი საზღვარი ჩაკეტილი აქვს, ამ საზღვარზე მყოფი ქვებს აქვს გავლენა, დიდი გავლენა აქვს მარცხენა მხარეს. და სანამ საზღვარი შენდებოდა, ასე ვთქვათ, სანამ კეთდებოდა და იგი იყო დიდი, ასე ვთქვათ, ღრეჩუები, აი მანამ უნდა ეაქტიურად შავებს. ეხლა ცდილობენ, მაგრამ სავარაუდოდ აქ არაფერი გამოუვართ, რომ რაიმე ზიანი მივაყენონ და ქულები დაგვაკარგინონ მნიშვნელოვანი, რომელიც პარტიის ფერზე იმოქმედებს. ასეთი მგონი არაფერი იქნება ეხლა აქ. კარგი, ვითამაშოთ ახუთი. ეხლა ვალდებულია ჩაკეტოს. აი მეც ჩავკეტე, თორე ეხლა ამას თუ არ ვითამაშები ამ შლას, აქ თუ შავი ითამაშებდა, სადაც მე ვთამაშობ B5-ზე. მაშინ ჩემი კიდის სხვა ახუთი ქვა მოგდებოდა და კიდე შეძლებდნენ შემოჭრას უფრო ღრმად. მოდი ახლა ნახოთ აი ორი თვალის აგების ამოცანის და შევჭერით ჩვენ C2-ზე და C3 ქვა არის ატარიშია ეს ქვა, ხედავთ, C3 ქვა უნდა დაიცვას B3 სვლით, მხოლოდ B3 სვლა იცავს. ნახოთ რას ითამაშებს, სავარაუდოდ ითამაშებს B3-ს. B3-იც არ ითამაშა. მოდი ჩვენ ვითამაშოთ აი D1. აი როდესაც თქვა გაქვთ მოსაკლავი, დამწერლობის საყურადღებოდ არის ეს, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი რანგის მოთამაშეებს გასული რამეები არ ეშლება. შეიძლება შენ გადადო მისი მოკლა, ის მაინც შენ ხელშია და შეიძლება ითამაშო უფრო მეტად სასარგებლო სვლა. მეტად სასარგებლო სვლა ითამაშო. აი მეგობრებო, ეხლა მე ვკლავ B1-ზე. B1 ქვის მოკლა C1-ზე თითქოს შესაძლებელია, მაგრამ აქ მუშაობს კოს წესი, ეხლავე მოკლა არ შეუძლია. მომდევნო სვლაზე შეუძლია მხოლოდ Pas. ეხლა ჩვენ მოკლათ კიდევ მეორე ქვა და მთლიანად ეს ხედავთ, რომ აი შემოჭრილი ქვები ყველა გვდება. აი ეხლა B3 სვლით ყველა 4-ვე ეს შემოჭრილი ქვა გვდება. ამას დაგანახეთ ეხლა. ამ სვლასაც ვითამაშებ, მანამდე არ ვამბობ პას, თუმცა პასიც რომ თქვა, ამას ეს ჩაითვლება მაინც ჩემ ქულებად, მაგრამ დაგანახეთ. თუ მე ვითამაშებ B3-ს, 4-ვე ქვა მოგდება. თუ B3-ს არ ვითამაშებ და გამოვაცხადებ პას, მაინც ეს ქვების ჩემად ჩაითვლება და ქვების სადაც დევს ის უჯრების ჩემად ჩაითვლება. ანუ 1 2 3 4 ქვა და 5
პუნქტი ტერიტორიის 9 ქულას აქ მე 9 ქულას ვიღებ აქ. მეტოქე დროის გაყვანის ტაქტიკას მიმართავს. უბრალოდ კომპიუტერი მეუნება შეიძლება გამოაცხადოს. Вы выиграли. მოკლედ B3 სვლა 4-ვე ქვას კლავს აქ და ჩამითვალა მოგება. მოდი კიდევ ერთ პარტიასაც ვითამაშებთ. ნახოთ იქნება მეტოქე და გამოვა უფრო საინტერესო და შემდგომ ჩანაწერებს გავაგზავნებ ვითამაშებ ჩემი 15 კილოიანი აკაუნტით. უბრალოდ დამტვერთად ჩამოვარდნილი ვარ 17-ზე ვიყავი 17-ზე ჩამოსული ახლა 16-ზე ვარ. მე თუ ეს Партия началась. გამართლეს მეგობრებო მე ყველას მოუწოდებ ისე თეთრებით რატომღაც სამი პარტია თეთრებით ცოტა აქტიურად ვეთამაშოთ მაშინ გავამწვავოთ ახლა მეტოქეები არ მიმწვავებენ ასე ვთქვათ ცოტა მივცეთ საშუალება და დავზამოთ ასე ვთქვათ ვითარება აი F4 ქვის შეტევა F4 ქვაზე შეტევა შეიძლება E4-დანაც და შეიძლება G4-დანაც. მოდი მე G4-დან შევუტევ. შემიძლია მომიქცეს F3 ქვა ატარიში, მაგრამ აი მომიქცეს ატარიში F3 ქვა. გავიქეცით. ეხლა რა? ეს მიტევს F4 F3 ქვებზე. აი ამ ორ ქვიან თურქზე, მაგრამ მე თუ ამას გავწყვეტავ, აი E4-ით F4 ქვა უკვე განწირულია. ნახეთ, ასეთი ხშირად ემართება დამწერლებს. ისინი ფიქრობენ, რომ E4 F3 ქვა მოაქციეს ატარიში და ის F1 სვლით ეს აუცილებლად მოკვდება უკვე, მაგრამ სინამდვილეში პირველი მევკლავ მათ F4 ქვას, რითაც თავისუფლდება ჩემი ის ორი ქვავი. ეხლა უნდა გადავარჩინოთ ეს შემიძლია დავთმო ეს ორი ქვა და სადმე ვითამაშო უფრო აქტიური სვლა, იმიტომ რომ აქ რო ვითამაშე, მთელი ეს ჩემი ჯგუფი საკმაოდ იქნება აი მე უძახი აი შეკუჩული ერთად როგორც აი ჯარი წარმოვიდგენიათ ერთად შეკუჩული ჯარს იოლად მოაქცევენ ალყაში ჯობია იყოს გაშლილი გაიშალოს გავშალოთ მივცეთ საშუალება აქედან გავშალოთ მოკლავს ორ ქვას კიდევ ვითამაშებ ასეთ სვლას და ვამბობ იმას რომ ყველა დონის მოთამაშეებს მოუწოდებ ერთნიშნად კიურებს რომ მსგავსი კონტენტი განმოვითაროთ ითამაშონ როგორც ჭადრაკის ბევრი თამაშები სხვადასხვა დონის იქ 2000-იანი თუ 1800 რეიტინგიანი თუ 2500-იანი 2300-იანი ყველა თამაშობს და დებს ამ პარტიებს უამრავს უთვალა პარტიები არის დადებული და შეუძლიათ ნახონ აი გორახან შესასწავლად თავად სწავლის კუთხით უფრო იოლი არის ამიტომ მე ვფიქრობ რომ გამართლებს ეს ჩემი ჩანაფიქრი. დიდი იმედია მაქვს, რომ ასეთი ჩანაფიქრი ჩემი გამართლებს და სულ უფრო მეტი ადამიანი ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა დაინტერესდება თანდათან გოთი და აი ესეთი ჩანაწერები მიეხმარებათ მათ რომ განსხვავებით ჩემგან, რომელიც ჩემით მწვალობდი, ასე ვთქვათ და ძალიან
კუსნაბიჯებით მივაღწიე, რასაც მივაღწიე, მათ ასეთი ჩანაწერები გავუაი იგივე დაემართა ახლა დამემუქრა D7 ქვაზე, მაგრამ თვითონ ეს ორი ქვა რომ უკვდება, ათავისუფლებს ის, აი, გაათავისუფლეს მათ. ამ შემთხვევაში აღარ დავტოვებ, თუმცა შეიძლება ამის დატოვებაც. პრინციპში შეიძლება აქ ჩავკეტოთ D6-ით, შეიძლება B7. მოდი ვითამაშებ B7-ს და დავტოვებ. მოდი აი ამის ვსვლით, D2-ის ვსვლით. ფაქტურად ეს კედლის ამის აშენება მე დავიწყე, როცა ქვა დავთმე. ფაქტიურად ეს კედელი უკვე აშენებულია და აი ეს ტერიტორია მარცხენა მხარის ტერიტორია, ამითი ფაქტიურად უკვე თეთრებისაა, ჩემია. აქ ვითამაშებ მოვაქციე ატარიში D1-ის და ეს სტანდარტული ვითარებაა. ახლა შეიძლება თამაში C2-იც და B2-იც. ეს ორივე იცავს C1 ქვას. და ქვის დაცვა აუცილებელია C2-ს ითამაშოს და შემოიჭრებიან აქ. ახლა ჩვენ მარცხენა მხარეს კი ავიღეთ ტერიტორია, მაგრამ მგონი მარტო ეს არ გვეყოფა. მარტო ეს ტერიტორია არ გვეყოფა. მოდი ჩვენ რაღაც შეჭრები გავაკეთოთ აქეთაც. 10, 9, 8. Десять, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. Осталось 4 периода. Десять, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2. Умар დავთმოთ ეს ქვა. 10, 9, 8, 7, 6, 5. შეცდომითი სვლა გავაკეთე. უკვე ითამაშა. კარგი, ჩავკეტოთ აქ. მგონი შავებმა აქეთ ბევრი ქულები დააგროვეს. აქ გვაქვს ჩვენ რაიმე შანსი ავანტურაზე მოწავიდეთ რაღაც. აქ.
ნუ აკვირდებით ეხლა მე ეს აძლევს აი თუ აქ თეორი ითამაშა მოდი ჩვენ თუ აქ ვითამაშებთ და მივცეთ თეორიის თამაშის საშუალება რომელი უფრო მეც მოგვიტა 10, მოდი თეორზე C1 ქვას იჭერს და აი აქ კულებს მართლებს მაგრამ ახლა ჩემი აქ შეჭრა უფრო მნიშვნელოვნად ჩავთვალე იმიტომ რომ აგერ ორი ქვა ატარიშია ახლა მან მოკლა აქეთ და გავიჭრები მე აქეთ ორი ქვა ატარიში არის ეს ქვა მოვკალი ახლა აი საინტერესო თამაში წავიდა აი ამას ამ წესს ქვია კოს წესი რომელიც ამ დონეზე ძალიან იშვიათად გამოიყენება ხოლმე მაგრამ ამ შემთხვევაში მე კომენტარების დრო არ მაქვს მაგრამ თუ თამაშს თქვენ დააკვირდებით ხელახლა თუ დააკვირდებით ნახავთ აქ რა მნიშვნელოვანი Вы выиграли. აი გამოაცხადა ჩემი გამარჯვება თუმცა სწორად რომ ეთამაშა რა აი C3 სვლა მისი მხრიდან არ იყო საჭირო აქ უნდა გადაეკეტა შავებს და უფრო მეტი ქულები ქონდათ მათ აი დაბლა ქულები მეტი აქვს მე მაქვს მხოლოდ მარცხენა მხარის ქულები მათ აქვს მარჯვენა დაბლა მხარეს მათ ქულები აქვს 1 2 3 4 5 6 7 ქულა 9 ქულა 10 11 12 13 14 15 ქულამდე აქვს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 ну შეიძლება მაინც არ ყოფნოდათ ჩემი კომის გამო გვიჩვენებს კომპიუტერიც რომ რაღაცა მომენტში აი ამ შუალედში აქეთ აჩვენებს შემდეგ გრაფიკს სადაც შეგიძლიათ ნახოთ თამაშის პერიპეტიები რა მომენტში ვის ქონდა უპირატესობა და აი ხელს რო დააჭერთ რამდენი ქვით უპირატესობა იმასაც კი გვაჩვენებს მოკლედ მოგიწოდებთ ყველას უფრო მაღალი რანგის მოთამაშეებს აი ერთნიშნა კივებს თუ მსგავსი მოსინჯოთ თქვენს ასევე მსგავსი ჩანაწერების გაკეთება რომელმაც ჩემი აზრით უნდა გამართლოს და აი ჩემი აზრით საკმაოდ მცირე დროში შეიძლება მოგცეს შედეგი რომ გაიზარდოს გოთი დაინტერესებული ადამიანების რიცხვი საქართველოში ამ პირველ ჩანაწერს ამით ვასრულებ მეგობრებო და იმედია გაამართლებს მომავალ შეხვედრამდე